მოგესალმებით მეგობრებო, დადებული ქონა ხო, არსებული ეგრეთ წოდებული წინასწარი. ხო, წინასწარი ხომ ითებებით. ვისაც გაინტერესებთ რა თქმა უნდა, ვის არა ხო იცით, არავის არაფერს არ ვაძალებ. ამასობაში არსებული საქმეები გვახსოვს ხო? გვაქვს წყლის გამაცხელებელი ეწოდება რინაის, ხო, რაღაცა სამწუხაროდ ხო მეც არ ვიცოდი ამასობაში დავადგინე რომ რაღაცა სანქციების და რაღაცა პოლიტიკური მიმართულების, რა ვიცი, სტატუსით ამასობაში ეს ბრენდები თერმოცენ შემოქმნა და აღარ შემოდის. სამწუხაროდ ეს პატივცემული წყლის გამაცხელებელი ამასობაში ეს გავათვისნობიეროთ ხო, იმიტომ რომ 25 გრადუსს გაცხელებულ წყალზე, კი ბატონო, 3 წელიწადზე მოგწევს, მაგრამ 40 გრადუსს გაცხელებულ წყალზე, 40 გრადუსით გაცხელებულ უბრალოდ წყალს 2 წელიწადზე ვერ მოგართვით ხო, ვინაიდან გვაძლევს 15 ლიტრს. ამასობაში შეიძლება საშხაპეში, ეწოდება ტროპიკულში დამჭირდეს 40 ლიტრი. ამიტომ ეს გაათვისნობიერეთ ხო, იმიტომ რას გვაძლევს რამდენ ლიტრას, მაგრამ აქ არის აუცილებელი რამდენი გრადუსით გაცხელებულ ცხელ წყალს. ამასობაში გვინდათ კომფორტული წყალი მივიღოთ 40 გრადუსით. ეხლა არსებული საკვები ხო, არსებული საკვები უფრო კოსმოდროს გავს, კი ბატონო, ამასობაში ადამიანი რომ გაერკვეს, ხო, ისმის შეკითხვა 3 დღე, ხო, ამასობაში დამკვეთს ჩავართვევინე, სანამ ჩამოვიდოდი არსებულ პროექტში, არსებულ კი ბატონო ფარჩში, 3 დღე მუშაობს კვები და არ გაითიშა და არც გაითიშება. ვინაიდან ეს მავნეობა ხო, ეს მავნეობას იწვევს აი ეს ხო მიმართულება, როცა ადამიანებს არ გაცნობიერებული რა არის საერთოდ გიდავიკული მიმართულება. რატომ უნდა გავთვისნობიეროთ, იცით, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა თქვენ თავს არ ვაზრდით საშუალებას უფლებას უბრალოდ და ამასობაში კიდე ლოიალობას უფრო მოედა შემთხვევაში ლოიალობას იჩენენ უბრალოდ დამკვეთები ხო, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს ყურიზეში რომ მიიღოთ ხოლმე, ხო, 21 საუკუნეში და სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით მეცნიერებთ ეს კაი გამაჯანსაღებელი პროცესები გექნებოდათ. მე ხო ამასობაში გავათვისნობიერებით და უკვე დაწმევებით საკუთარ თავში იმას, რომ არ უნდა გავაკეთოთ ის მინიმუმ წარმოდგენა არ გაგვაჩნია, ხო, ამასობაში ეს კოსმოდრომს დნეპრო ჰეს უბრალოდ კოსმოდრომის არა, დნეპრო ჰეს წარმოადგენს, ხო, ვითომ რაღაც ხო, 1.50-60 ვინტილია და რომ მუშაობდეს კიდე ჯანდაბას რაღაც ადამიანი ფიქრობს, რომ ვიღაცა რაღაცა ხო, გააკეთა ამასობაში წარწერებით პირველი სათორი, მეორე სათორი, სამი სათორი, სულ არის 14 რადიატორი ამასობაში პირველი სათურის ჩათვლით, პირველ სათურში ეს 4 ცალი რადიატორი საერთოდ გაუქმებულია, არ მუშაობს, ესე იგი ფიზიკურად გვაქვს 10 რადიატორი. გაყოფილი ამასობაში კონტურებით და ამასობაში 7 კინკილა კონტური პირველი სათურის, აი სადაც ვიყურებით ჩვენ, აი პირველი სათურზე, აი ზუსტად აი არსებულ პირველ სათურზე გვაქვს იატაკის გათბობა. ამასობაში ვაგვირდებით ხო, რა არის ეგრეთ წოდებულ მიწოდებაში და ხო ეგრეთ წოდებულ უკუსვაში. არაფერი და ვერაფერი ვერ იქნება და ამასობაში 3 დღე მუშაობს ქვაბი, ამასობაში არც რადიატორები არ მუშაობს და არც იატაკის გათბობა, ეს მაგარია ხო, ადამიანმა მემონტაჟი მაგარი უნდა მოინდომო ეგეთი სტატუსით გააკეთო გათბობის სისტემა. არ ვიცი ხო, ეს ყველაფერი. როგორც ჩვენ ენაზე ხო, ჩემ ენაზე როგორც ყოველთვის პრინციპში არის ეგრეთ წოდებული ეს ხო, ხარაკირი, ვინაიდან ხარაკირის გარშე აქ არაფერი არ გამოვა, ბოდიში და ხო სადრამიდის ხო და ვის არამედის, ამაში ჩვენ არ უნდა ვიყოთ ხო, ამასობაში უკვე ჩახედულები, ვინაიდან აუგე წარმოადგენას რთული არის, ვინაიდან კი ბატონო ხო ყველაფრის დადგენა, ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მე უფრო იმ ადამიანებს ვეკითხები ხო, რატომ აკეთებთ აი ესეთ მიმართულებებს, სადაც მინიმუმ ხო, უკვე 21 საუკუნეში ის ვერ გაიგეთ რომ ფილტრის დანიშნულება არის ჰორიზონტალზე ხო, ეგრეთ წოდებული, აი ზუსტად აი ეს ხო, გასვეფრიც რო უზახიან ხო, თქვენ ენაზე პრინციპში აი ეს ხო, რა ვიცი, ვერ რაღაცა ვერ აგიბეჭდა ვერ ჩავთვის სიღრმის ეუბათ თუ ფიზიკურად პრინციპულად აკეთებთ, კი ბატონო აკეთებთ ხო და ამასობაში საბოლოო ჟამს ეს დამკვეთების ამასობაში ხო, დამკვეთებსაც მიგითებთ სხვადასხვა პრინციპში და პატივცემულო დამკვეთება ხო, ესეთ სახით გაკეთებული გათბობის სისტემები არ უნდა ჩაიბაროთ. რეალობაა ეს, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არ უნდა ჩაიბაროთ. ამაში ერთ კაპიკის არ უნდა გადაიხავთ ამასობაში რაღაცა როგორც შევხედე ხო რაღაცა ბოლო ტენდენციები მაჩვენა ჩვენ მიხვართავთ და ამასობაში მე ბატონოზასაც არა ზაზარგურა ხარ მიშვერეთ დაივიწყეთ პატივცემულები ჯერ იაროთ გეუნებით და მე უკვე ჩემენაზე გადმოვალ ხო დაივიწყეთ იმას რასაც ვერ წარმოდგენა არ აქვს იმას არ უნდა მოკიდოთ ხელი მოკიდეთ იმ შემთხვევაში ხელი როცა მე მიგითითებთ ამასობაში კი ბატონო მაშინ თუ კი მასე წავედა პრინციპიალურად საქმე პრინციპიალურად მიგითითებთ კი ბატონო პრინციპიალურად რასაც გეტყვით ის გამიკეთეთ ამ შესაბამისობაში ის იმუშავებს დაგვეთ არასოდეს შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში ხარში არ უნდა გაიყვანოთ თამაზობაში თქვენ რაღაცა ბოლო ტენდენციები ხო კიდე სასაცილო მიმართულები აღიბეჭდა უკვე ხო 21 საუკუნეში ვაჩხლართავთ თამაზობაში ზაზად მიშველი რა სისტემა არ მუშაობს დაივიწყეთ
ხო? უკვე დიდი ხმით ვიზახი, დაივიწყეთ, იმიტომ რომ მე უკვე ყურიძეშიც მიიღებთ. მიწყეთ არ მიწყეთ, მაგრამ ყურიძეშიც მიიღებთ უკვე, ხო? ამასობაში დაივიწყეთ ეს მიმართულებები. გააკეთეთ სისტემები ისე როგორც საჭიროა და ამასობაში ის ვინც არის და ჩახედული იმან უნდა გააკეთოს და როცა არ ვიცით და ალბათ გასასვლელობრივი საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა, იმას დავანებოთ თავი. აი ჩემი მითება იქნებოდა მე მონტაჟებო. დავანებეთ თავი იქ სადაც საერთოდ არ ეკვებთ. საერთოდ აი ეს გაკეთებულ სისტემაში ამას აქვს ერთადერთი სტატუსი. საერთოდ წარმოდგენა რა გვაქვს რა ხდება? საერთოდ 21 საუკუნეში ხო აი და ამასობაში აი ჩახლართული აი ეს აი ამდენი შეტენილი ხო მასალა ფუჭად გადაყრილი იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გამოვიყენებ ამასობაში არც გამოვიყენებ პრინციპალურად იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამოიჭრება და ამასობაში ვიხილოთ დაბოლოებული სახით რას ვაკეთებ როგორც ვაკეთებთ სადაც მუშაობს იატაკის გათხოვაც თავის რეჟიმზე თავისი მონაცემებით თავისი ხარჯით და ის რადიატორების რაოდენობა რაც არის არსებულ ფარჩში არაფერი არ უნდა მოიგონოთ გვაქვს ფიქსირებული რადიატორების რაოდენობა, მისი ფიქსირებული ხარჯი, იატაკის გათბობის კონტურები, მისი ფიქსირებული ხარჯი და ფიქსირებული პატივცემული ქვაბი, ხო, 32 კილოვატიანი. მისი ფიქსირებული ხარჯი ვინაიდან მასაც გააჩნია საცირკულაციო ტუმბო. როცა დაგათვალოთ, მეტი არაფერი. ვიხილავთ დაბოლოებული სახით, როგორც ყოველთვის. შრომობთ აი ქართული სული და ეშხით ეგრეა ქართული სული თუ არ გიძგელს გულში სამუშაოს არ გამოგივათ პატივცემულება
ხალისე ესე ერშხიანა ესე ხალისე რა შრომოთ პატრიცემულებო მერტო როგორც ყოველთვის მარლეზონის თეატრის მეორე სერია. ასეთი პროცესის, ხო? ალოცულია, ხო, ესეთ გარემოში. სიამოვნება არის შრომის, ხო? რა თქმა უნდა, ადამიანს ხალისი გიჩნდება. არა, მაინც იდუმალია რა ზღვა. სხვა არის, კი ბატონო, რაღაც ადამიანები კი იძახიან. მოსაბეზრებელი არისო, მაგრამ მეგონე, ყოველდღიურად ის რო გამოხვიდე და გაიარო 150-200 1 2 კილომეტრი რატომაც არა. მეგონი ადამიანი ჩასაღად იქნება ყოველთვის ჩამოყალიბებული. ჩასაღად ჩამოყალიბება ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ჯერ მოგესალმებით არ გვაკლია, ხო? თვითონაც როცა ასეთ გარემოში ვიმყოფებით, ხო? დალოცული, ხო? ეგეთი დალოცული ხედებით. რატომაც არა. საქმეც უნდა გავაკეთოთ. საქმე როგორც ყოველთვის იქნება უპირველეს ყოვლისა. აქ წარმოვიდგენთ, ხო? სადაც ვიმყოფებით და ეხლა სეზონზე აქ რა იქნება და წარმოდგენას პრინციპში შეგვექმნება. ხო? რა მოხდება აქ? იქნება როგორც გადავსებული. მაგიტომაც ჩვენს როგორც ყოველთვის უნდა მოვემზადოთ ამ პროცესებისთვის. როგორც ყოველთვის ეხლა გადავინაცვლოთ ამ შემთხვევაში კი ბატონო. დაფასთან არა. უფრო უშუალოდ პაციენტთან. მარლეზონის თეატრის მესამე დღეა პრინციპში კი ბატონო. პირაც პროცესები დავიწყეთ და აი კიდე არსებულ მიმართულებებში გვექნება აი პატრიცემული ორი ცალი კოაქსიალური ეს არის ეგრეთ წოდებული წყლის გამაცხელებელი, ხო, თქვენაზე კანონკაც შეიძლება დავარქვათ, ის გათბობის ქვავე. ორივე მინერალებში იმაში რომ აი ეს ეგრეთ წოდებული აი ხო, გაზიროკი ქვია. ხო, გამოსვლა პირდაპირ ისე ეწოდება რომ აი ეს ეგრეთ წოდებული რეზონანსია, რეზონანტი გამოდის უფრო სწორად, კი მაგრამ რეზონანსი ქვია იმას რომ ხმას, ხო, და ხმის ისეთ ატმოსფეროს ახორციელებს რომ შეგნით მით უმეტეს ესეთ ზონაში, ხო, აქეთ ამხარეს დასასვენებელი ზონები, ოთახები არის, ხო? სასწავლო კომპლექსი არის, სამოსობაში იმ ხელახმა არის, რომ იქ ვერ მოისვენებ. ამიტომ გვეძლევა საშუალება, ხო? ოდნავი მიმართულება უნდა ვიცოდეთ, ხო? დაბადარების არა შეწევა იმის, რომ ისინი საერთოდ ვერ მოწოდება პატრიცემულ ყმაწვილებს, ხო? ორი ყმაწვილია. შეიძლება ასეც ითქვას. ჩვენიერი ბუნება გვაქვს რა, ამინდის შესაბამისი, ხო? აქედან 150 მეტრში გვაქვს ჩვენი საოცრება ზღვა, ხო? აქ საფხურში წამომიდგენია რა. კიჟინი და კორეანტელი იქნება. აი მდინარეების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გუშინ სხვადასხვა ითელება მოწესრიგება არ ამგონია. უფრო შენებლობები დაიწყება, ხო? მოწესრიგებით არავინ არ შეიწუხებს თავს სამწუხაროდ ეს ასეა. ჩვენი პაციენტის აქ არის, აი, ხო, სამწუხარო რეალობა როგორც ყოველთვის, ჩემდა სამწუხარო, ხო, რა ვიცი. აი, ჩვენაზე ხარაკირი, იმიტომ რომ რაღაც ფრაგმენტების დატოვება არაფრის მომცემი არ არის. ესეთ მუშა პროცესებში როცა ვართ, მუსიკის გარეშე არაფერი არ ხორციელდება. და აი ჩვენი პაციენტების აგერ ხო, საქვაბის ზონა, ეს პატრიცემული 32 კილოვატიანი ქვაბი,
შვენიერი კი ბატონო, ეს მე ავსახე უკვე ხო, ხელისწყლის მოხმარებისთვის, რატომაც არა, ხო? მითუმეტეს ეს განსაკუთრებულად სასწავლო კომპლექსებისთვის, ხო? შეგვიძლია მივიღოთ საფულის რეჟიმი არის, აქ ზღვა არის, აქცენტირება ნახა, ზამთარში არის დიდი, ხო, ასეთი ვაუ, აჟიოტაჟი არ იქნება დასაკუთარი მოხმარების შესაბამისად, რატომაც არა. კიდევ ერთხელ მივარ, 40 გრადუსია გაცხელებულ წყალს, ეს პატივცემული გვანძებს 15 litrას. 15 ლიტრა ორი პასიური წერტილი არის და ამასობაში ზოგიერთ შემთხვევაში ყურმეში გჭირდება 15 ლიტრა. ანუ ერთ წერტილში ბელს შეგონია რომ 4 წერტილზე ერთდროულად მომსახურება ეს არის 25-26 გრადუსის სტატუსით. კი ბატონო, ზაფხულში ავტომატს არ ავიბანავთ. ისიც ყველანი ვერა. ხო, გაკაჟებული უნდა ვიყოთ ცოტა ამასობაში. მიმდინარეობს ხო ხა გაყოფა სართულების შესაბამისად არის, აი ესენი უკვე ამას ყველაფერს უკვე დაბლობებული სახითაც ვიყიდავთ, კოლექტორები ამოიცვალა, გაზის ეგრეთ წოდებული კვანძი ამოიცვლება, წყლის კვანძია ეს ცენტრალური პატივცემული შემოსვლელი აქაც ამოიცვლება, აღგენდება ეგრეთ წოდებული წნევის რედუქტორი ვინაიდან გვაქვს. ამასობაში ჭარბი წნევა, ხო, დღის მანძილზე ამასობაში გვაქვს 6 ბარი. ხო, არსაჩივრებს ფართი 6 ბარს, ამიტომ ის უნდა დავწიოთ მოხმარების სტატუსით 2.8 ბარი, კი ბატონო, ეს მოხმარების სტატუსით უკვე საკმარისი იქნება, მაგრამ ფილტრაცია, რედუქცია, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან უნდა მივიღოთ გაჯანსაღებული, ხო? მინიმუმ გაჯანსაღებული წყალი უნდა მივიღოთ. რატიმეტრებით ეს იატაკის გათბობის კვანძი იქნება, თავის შემრევით ჩაემატება, ვინაიდან კონტურები იქნება გამიჯნული, ხო? ეს არის რადიატორები ყველა სამივე სართულის, არაფერი არაა, ხო? საერთო ჯამში. კი ბატონო, კაია, როცა სართულები ასე არის გაყოფილი, რატომაც არა, ხო? ამასობაში საერთო ჯამში გვაქვს 10 რადიატორი, ხო, სართულებზე. პირველ სართულს აღარ ვთქვი, პირველ სართულზე ამასობაში გაუქმებული არის რადიატორები და საომაროდ ესენის დაჭირდებათ, ვინაიდან რადიატორები აუცილებლად მოითხოვს იქ უნდა გქონდეს, აი მორჩა და გათავდა, ხო? კი ბატონო, ასე ვიტყოდი მე. ამასობაში კლიმატურ ზონას გააჩნია. ამასობაში აი ეგ ჩაემატება კიდე ეგრეთ წოდებული უკვე შემრევი კვანძი, პატივცემული იატაკის გათბობის, სტაბილიზაცია როგორც ყოველთვის, სტაბილიზატორსაც ვიხილავთ, როგორც ჩვენი ჩვეული რეჟიმი არის. მოგეთ ყველაფერს დაბოლოებული სახით ვიხილავთ. მარილოზონის თეატრის მესამე დღე უკვე როგორც ყოველთვის. მე მეგონი ისინიც გავხდებით, ხო? რაფია. ხო, რატო უნდა გავხდეთ, გავხდებით რატო? აი ესეთი სახით როცა გაქვთ ხოლმე ქვაბები, ხო? აი ზუმეტეს გეხებათ, ხო? როგორიათ, სალამ, ბოლომდე მივალა. ბოდიში და დედა ეტირება, მანამდე უნდა მომსახურება, ეს ადამიანია და მაშინ დაგიწყებთ საუბარს, ხო? ყველაფერს არის მოსაგაეს. რა ხდება ამაში, უბრალოდ რა ვიცი. მეგონი ისტორიული მტვერია სამყარო, ეს რომ დაიხიხავ 100%-იანი მაიამბავია. ამასობაში მოდულაცია შესურდა, ხო, ქვაბი საერთოდ ითიშებოდა ამასობაში. სისტემა გადაიწყო და ახლა კიდე უნდა ვიწვალოთ თურმე ჩვენებურად როცა უყურებთ, ამასობაში უნდა უყუროთ ქართული ყაიდით, ეგრეთ წოდებული ბალაჩ აბრატკევი მიწოდება და უკუსვა არის არეული რადიატორზე. ამასობაში აი ეს კვანძები გადაკეთდება და მე საერთო ვიდეოსაც იხილავთ, მაგრამ ქვაბის მოწესრიგება რომ წესიერი წვა ქონდეს, ამასობაში ქვაბი გადიოდეს, ეგრეთ წოდებული მოდულაციას ქმნიდეს და ითიშებოდეს, ეს აქცენტირებული არის. ეს აუცილებელი მოვლენა არის. ამიტომაც ახლა აი ქვაბი ისვენებს, უნდა ისვენებდეს, კი ბატონო. რამდენზე? ესეც ჩვენი ფართი. კომპლექსი, დასასვენებელი კომპლექსი გვაქვს აქ. შვენიერი ხედებით ხო? და ისეთ შვენიერი ამინდია ხო? ასეთ ამიჩი, ასეთ გარემოში სიმყუდროვე, სიმშვიდე. და ამის მერე თბილისის საგიჟეთი, ხო? აი მე. ესეთი რადიატორი, რა თქმა უნდა. რადიატორები არის დეფიციტში. და საომაროდ მეორე პროცესი 100% არ გვექნება, ხო? ვინაიდან არის პრობლემატიური ის, რომ ეს აი ესეთი მინიატურული რადიატორი, ხო? აი არსებული თუნდაც სიცოცხლის არასაკმარისია. ერთი უნდა დავიმახსოვროთ, ხო, პატარა რადიატორი, დიდი ტემპერატურა, დიდი რადიატორი, პატარა ტემპერატურა. ეკონომია, ხო, რაც შეიძლება დიდი რადიატორი როცა გიქნებათ, რაც შეიძლება არა. შესაბამისი უნდა იყოს, ხო? ყოველთვის უნდა იყოს შესაბამისობაში. აი ამის შემდეგ გიქნებათ რაციონალურად, ხო? გამოყენებათ თავისი ფუნქციონალიტეტს და ეკონომიასაც მიიღებთ. ერთი საშრობი პატივცემული ხამერძმუნეთ უკვე მე საბოლოო სახე რა თქმა უნდა. თავარი აქცენტირება საქვაბე, იმასაც ვიხილავთ, აუცილებლად, ხო?
და წარმოიდგინეთ, ხო? კი ბატონო, სითბო არის, მაგრამ ამასობაში კრიტიკული ტემპერატურა არ გვავიწყდება, ხო? შეიძლება გარეთ იყოს -5, -6. აი, მაგ შემთხვევაში უკვე ეს პატარა რადიატორი არ იქნება შესაბამისად. ეს შემოსასვლელი მესამე სართული არის, სამსართულიანი ფართი გვაქვს. ეს პატარა რადიატორი კიბის უჯრედისთვის, კიდე არა უშავს, მაგრამ კიბის უჯრედისთვისაც ეს, იმიტომ ვინაიდან გამავალი კედელია და ფანჯარაა. ამასობაში ეს პატივცემულის უნდა იყოს მოცულობითი, კი ბატონო, კიდე ჯერ ვიზახე რა შეიძლება მოცულობითი აქ ერთი რადიატორი გვაქვს კიდე. აი ეს პატივცემული და მზიანი მხარეა თუნდაც, მაგრამ მაინც დეფიციტში გვექნება. ის პატივცემული არ უნდა წავახმაროთ ვინაიდან ის ფიტავს აერს. ხო, კი ბატონო, ეს არის საშობი, ხო, გამარჯობათ როგორც ყოველთვის, აქ ვართ. საშობი, რა თქმა უნდა, ვანისი საკმარისია, თუმცა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ და პანაციათ უნდა ქონესო. იატაკის გათბობა პირველ სათვისეს არაა, იატაკის გათბობა საერთო საბაზაროში. ეს რაღაცა ნონსენსია. 21 საუკუნისას არ მეგონი 22 საუკუნის ნონსენსიც იქნება. სადაც საჭირო არის ჯერ ესეთი. იქ არ ვაკეთებთ ამასობაში პირველ სართულზე, ხო, პირველ სართულზე რაღაც აუცილებელია. არც საშობი არა გვაქვს. არც ეგრეთ წოდებული იატაკის გათბობა, მაგარი მოდულობა უნდა ქონდეს ადამიანს. ისაც შეიძლება მესამე სართულიდან ჩავდივართ ქვემოთ. ხო, ჩვენი აპარტამენტებია და აქ ზამთარში დიდი სიამოვნებით დავისვენებ კი. აი მეორე სართულისთვის უკვე აი ეს რადიატორი იგივე არის, ხო, ვინაიდან გვაქვს ადგილი და ამასობაში მოსამ, მაგრამ შუალედში ამასობაში, მაგრამ კრიტიკულობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ეს კედელი არის მომიჯნავე სააბაზანოსთან, ხოლო ეს კედელი არის გამავალი და ამასობაში მეორე რადიატორის გვაქვს, ხო, კიბის უჯრედში, ეს მშვენიერია, ვინაიდან აქედან არ უნდა განხორციელდეს კიბის უჯრედიდან დაცემა ტემპერატურის ქვემოთ. ეხა იქაც ინდივიდუალურად ერთი რადიატორი იქ გვაქვს და ყველას გვაქვს ინდივიდუალურად, ხო, სააბაზანოში, რა ქვია, საშრობი, კი ბატონო, დროებითი ჩემი აპარტამენტების ეს რადიატორი ჩვენივად გაგუგუნებული არის, მაგრამ როგორც აღნიშნე მე, პატარაა, ხო, მოცულობითი უნდა ქონდეს, ამასობაში კი ბატონო ადგილი არაა, ამიტომ უნდა ქონდეს სიმაღლეზე. ამასობაში ეს არის საშრობი. დავშვა პირველ სართულზე გვაქვს იატაკის გათბობა და რა თქმა უნდა შესაბამისად საკვებეცდაც ვიხილავთ. არსებულია ეს ზუსტად ის იყო, ხო, იქ მინიშნებაში ეგრეთ წოდებული მიწოდება და უკუსლა შეშლილები ამასობაში, ხო, როცა არაა ჩვენი სისტემა გაკეთებული, ამას კი ბატონო, ხო, უნდა დავწმუნდეთ როგორც ყოველთვის და ჩვენებურად არ უნდა ვიფიქროთ, როგორც თქვი, ზუსტად იმ ტერმინოლოგიით გავმართე, რა ვიცი, ქართულად ხო არ მიწყებთ, მაგრამ ეს ასეა, ხო, როცა უკვე მიწოდება და ეგრეთ წოდებულ უკუსლას ერთი მეორეში ურევთ, რადიატორი არასწორად მუშაობს, განა არ იმუშავებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ხო, ის უკვე იმუშავებს მისი მინიმალური მიზეული სიმძლავრით, ამიტომ ეს ერთი აი ეს პატივცემული მეორე რადიატორი და ის კიბის უჯრედის რადიატორი მესამე მუშაობდა პირიქით, ხო? აი პირიქით მოლდავურად უძახიან ამას, ხო? მოლდაველებს ავთექჩევა, ხო? უკუმართ ყურისად გააკ და უკანაო. და ამიტომ ეს უკვე გარდაისახა, რა ქვია, ინდივიდუალურად პრინციპში უკვე მიეწოდება თითოეულ რადიატორს პადაჩა, აბრატკაზე, ხო? რა ქვია, უფუსორად მიწოდება და უკუსლა. ერთადერთი ვიხილავთ უკვე იატაკის გათბობას პირველ სართულზე და შესაბამისად საკვებეცდაც. არსებული პროექტიც მოჩენილია, ხო? ისაც იყო უკვე. ძალიან ბევრი ვიხილეთ უკვე სურათების სახითაც და ვიდეოს სახითაც ქონა ასახული. გავყეთ ახლა თანმიმდევრულად ჯერ ეს ერთი უპირველეს ყოვლისა ისაა, რომ უნდა იყოს ყოველთვის გაყოფილი, ხო? ჰიდრავლიკა არის გაყოფა. ეს ყოველთვის უნდა დაიმასწოროთ, ვინაიდან აუცილებელი არის და აუცილებელი. ვინაიდან გაყოფა ჰიდრავლიკური არის ის მიმართულება, რაც შეწყმული არის უშუალოდ გათბობის სისტემებში. ამიტომაც არის ასახული, როცა არის მით უმეტეს იატაკის გათბობა და პლუს რადიატორები. ამასობაში სამი სათურის რადიატორები გვაქვს. ამასობაში იატაკის გათბობა და უნდა ქონდეს ყოველთვის არჩევანი ან ეს ერთი და მეორე, როცა ჰიდრავლიკურად ყოველთვის არის ამასობაში პირველად მეორადი წრე ჩვენი ყოველთვის საყვარელი, სადაც თანამედროვეულად უბრალოდ თანასწორად, თანაფარდობაში, ასე ვიტყოდი მე, იყოფა ჰიდრავლიკურად სისტემები, ეს იდეალური მოგონება არის. ამიტომაც ეს შესაბამისობა უნდა გამოვიყენოთ. კონექტორები რაც იყო დამონტაჟებული ამასობაში კიდეს დისტანციური კონტროლის საუცილებელია, ხო? ახლა დამკვეთთან როცა გავთ ამასობაში და უნდა გქონდეთ მე მონტაჟეებს გეხებოთ ეს კავშირი, ამასობაში იმას ვიქნებით დარწმუნებული გვაქვს რა ხარჯი იატაკის გათბობის უშუალოდ კონტურებში. ვატყობ, ხო? ამასობაში ხედავ ვატყობს არა, ხო? ვატყობ. მუშაობს თუ არა, ბატონო. უნდა ქონდეს კონტროლი,
ეგრეთ წოდებული ტემპერატურის კონტროლი და ეგრეთ წოდებული რატამეტრები ხო, რატიმეტრები მითომაცაა მოგონილი, იმიტომ რომ დარწმუნეთ იმაში, რომ იატაკის გათბობის კონტურებში უშუალოდ გვაქვს ხარჯები. ამასობაში სიხშირული ტუმბოები ერთიც და მეორეც, ვინაიდან აქაც შემდეგი ეტაპი დარწმუნებული ვარ, უკვე აქტუალურობა და უბრალოდ აქტუალური იქნება ეგრეთ წოდებული ტემპერატურის მართვა. ეს ნიშნავს იმას, რომ იატაკის გათბობის კონტურები შეიძლება ჩაიკეტოს ინდივიდუალურად და ეგრეთ რადიატორები ხო 1, 2, 3 და ასე შემდეგ შეიძლება დაიკეტოს და ამიტომ უნდა ქონდეს ხარჯი ცვალებადი. სართულები არის გამიჯნული არის, ვინა გაყოფილი არის, სართულების შესაბამისად არის ყველაფერი. რა ქვია, ეგრეთ წოდებული ჰიდრაულიკური გაყოფა, ამას პრინციპში კი ბატონო, სართულების ჰიდრაულიკური გაყოფა ქვია, რატომაც არა. ფილტრი უხეში ხო მოსახურების ეგრეთ წოდებული სტატუსი დავკეთეთ მომისახურეთ ამასობაში რა თქმა უნდა გავთიშეთ აქ ამ შესაბამისობაში სასტუმრო კომპლექსი არის დატოვებული და კი ბატონო ზაფხულის რეჟიმში ეს პატივცემული აგრეგატი რასაც ქვია ცხელი წყლის მომზადება კი მოგცემს იმ შედეგს მაგრამ ეს უკვე ავსახე ხო 25-30 გრადუსით მაქსიმუმ 30-ას არა 26-27 გრადუსის სამწერტიზე კი ბატონო მაგრამ 40 გრადუსით გაცხელებული ცხელი წყალი ვერ მოგართვით ორ წერტიზე მithumetes უსად აღჭირდება 15+15-30 ლიტრა ამიტომ უნდა ვიყოთ ყოველთვის გაათვით ცნობიერებული წყალს გვაძლევს მაგრამ რა ტემპერატურაზე გაცხელებულს კიდევ ერჯერ ეს ერჯერ უკვე ავსახე და მეორეჯერაც უნდა აისახოს შერევა ხო სადაც იატაკის გათბობა არის ამასობაში უნდა იყოს ეგრეთ წოდებული თერმოსტატიკული ხო ამასობაში არის ასახული ეგრეთ წოდებული ორსულიანი მაგრამ მესამე პორტი ეს არის ხო თქვენ შესაბამისობაში და ამასობაში იგივე მიმართულება ითვლება ეს არის სამი სვლა ხო სამსულიანი ეგრეთ წოდებული ვინაიდან სხვანაირად ვერ გახორციელდება ეგრეთ წოდებული შერევა ფიქსირებული ტემპერატურის მომზადება უშუალოდ იატაკის გათბობის კონტურებში ამიტომ პირველ კონტურში ეგრეთ წოდებული წრეში ყოლის მუდმივი ტემპერატურა ტრიალებს იქ სადაც რადიატორი ჩერდება 45-50-60 გრადუსი და ამასობაში იატაკის გათბობაში ნუ ხო უნდა ვიცადოთ ყოველთვის რომ იყოს 45-50 გრადუსი 50 უნდა იყოს ძალიან მაქსიმალური გარეთ უნდა გორეს მინუსები ამასობაში ყოველთვის შესაბამისად უნდა იყოს მაგრამ ხა ჩვენს კივები რა ვარ ამასობაში ხო აისახა კიდე ჯერ ვიზახე კონექტორები სადაც ჩვენ გვაქვს ნიშნული იმისა რომ დარწმუნეთ იმაში რომ გვაქვს ხარჯები ყველა კონტურში ამასობაში გვაქვს 6 კონტური პირველი სართულისა და რადიატორები ჩაემატება ესეც ქონა ასახული ხო არსებულ ვიდეოზე და ამასობაში იატაკის გათბობა ეს პირველი სართული თვითონ იატაკის გათბობა არის მაგრამ ამას უნდა გავარო კიდე ხაზი ხო ემონტაჟებს გეხებათ ამასობაში სადაც აუცილებელია ეს პერიმეტრში ხო აი ეს ცივი ზონა მაგრამ კიდე კაი ხო რადიატორი მაგრამ ეს ზონაში არის ამასობაში ეს პერიმეტრზე არაფერი არაა კონტურის დახვა აუცილებელი არის პერიმეტრში. ემონტაჟებო. გაათვისებინეთ და აი აქ სულ ცენტრში საერთოდ ნონსენსი არის, ხო, სულ ცენტრში. აი იქ არ არის, ამ სასწრაფო ზონაში, ამასობაში აი ეს ეთყობა უნიტაზზე, ხო, ტრონზე, ხო, რომ დავჟეთ ამასობაში, ხო, ტრონზე. ფეხები არ გავგეხილოს, ეგ უფრო ეგ მიმართულება არის, აი ეგ პატარა შემოყოფილი, რა ვიცი, რა დავარქვა, როგორ დავარქვა, ეგ მიმართულება არის. დანარჩენი ხა მიმართულება ავტომატიური ჰაერის გამოდენა ეს ჩვეული მომენტი არის მართვა სტაბილიზატორი უბრალოდ კონტროლი სტაბილიზატორი ვინაიდან არის ზაბის დამცავი ეგრეთ წოდებული რელე არაფრის მომცემია ვინაიდან ის მაქსიმალურ ზღვაზე გაითიშება მინიმალურ ზღვაზეც გაითიშება ამიტომ სტაბილიზაცია აქ უკვე აქტუალური აღარ არის იქნება მართვა ერთ-ერთი ეს ჭკვიანი ყურცხვით ეგრეთ წოდებული იქნება დისტანციური მართვით შეგვიძლია ჩავთოთ ინდივიდუალურად რადიატორები და იატაკის გათბობა ცივი წყლის მომზადება ხო ეგრეთ წოდებული რა თქმა უნდა წყალმარაგება მიკრონული ეგრეთ წოდებული ფილტრაცია ყოველთვის ვიზახი ამასობაში რედუქცია ვინაიდან ყოველთვის გიქნება აქაც ვაკვირდებით ხო 6 ბარი ამასობაში აღჭირდება ფარში 6 ბარი მაგრამ მოხმარებაში უნდა ქონდეს კი ბატონო პრინციპში ის მიმართულება რომ უნდა იყოს დაჭერილი შემოსვლა არის 6 ბარი ვაკვირდებით ამასობაში 4 ბარს მიახლოებული მაგრამ სტატიკური ეს არის სტატიკური მაგრამ ფაქტიურად ხარჯი ამას ქვია როცა გავხსნით აი ზუსტად წერტიზე 1-2 ფაქტიური არ უნდა ეს ეგრეთ წოდებული 2 ბარს ეგრეთ წოდებული არა 2 ბარს ამიტომაც აუცილებელი არის რედუქცია რომ დაიცვათ საკუთარი ფართი გამიჯნული სართულები და რა ვიცი ხო თქვენ თუნდაც შეგიძლიათ პრინციპში ეს მიმართულებები უკვე ასახოთ და მიმართულება გათვალისწინებით თუ რანაირად უნდა გახოცებდეს სასწრაფო მიმართულები და რანაირად სტატუსად უნდა ბარდებოდეს კიდევ ეჭედა როგორც ყოველთვის მოვარ შეხვედრამდე